გამარჯობა, ალბათ მიცანით, მე თიკოვა. ყოველ კვირას BM შტაბისთვის ფასტივალს არქივს ვაარქივებ. დღესაც ძალიან საინტერესო კადრები მაქვს თქვენთვის. სიზმარვიზია, ძალიან საინტერესო პროექტი, რომლითაც ფასტივალი 2009 წელს გადიოდა ეთერში პირველ არხზე. პროექტი ოჯახური იყო, ოჯახური გარემო, ოჯახური ამბავი და ოჯახური სიმღერა. ეს იყო პროექტის მთავარი ამოცანა. დღეს ლიზა ბაგრატიოს ვსტუმრობთ. ყურადღებით არქივი BM შტაბის ეთერში. მოგძანდით, იკაკო ისე გელოდებათ და საერთოდ დიდი სიამოვნებით უყურებთ მე გადაცემას. მოვიდეთ? ასონი. და კარგია, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა ინტერნეტითაც შეიძლება. მოგძანდით. ჩვენ თქვენი გადაცემისთვის სპეციალურად სიმღერაც კი მოვამზადებთ. ეს გოგიჩა. დიდი მადლობა წიგნისთვის, მე და იკაკო მას აუცილებლად წავიკითხავთ. ნურაფერს მეტყვი მიმღერე, რომ გამირთე თანაზიანი. ნურაფერს მეტყვი მიმღერე, სანამ არ არის გვიანი. პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი. მეორედ იყო ხიბლილი, მზიანი, ალერსიანი და ღიმილისთვის შეიქმნა ადამიანი. როცა ღიმილით მიყურებს, ეგ თვალები სანდობიანი. სულ ჩემიანად გიგულე და გული დამაქვს მზიანი. პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი. მეორედ იყო ხიბლილი, მზიანი, ალერსიანი და ღიმილისთვის შეიქმნა, სიყვარულისთვის შეიქმნა და სიკეთისთვის შეიქმნა ადამიანი. აი ეს ძალიან საინტერესოა. სწორედ ამას ვეძებდი. არა, ჯერ არა. ამ კადრებს შემდეგ კვირას ნახავთ. დროებით.